მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაგა. დღეს არის პირველი ეპიზოდი, ახალი გადაცემა YouTube-ზე გადაცემა არის შოუ, რავი, რაც გინდა დააქვით. ამას ქვია ეს კვირა ფეხბურთში და სამშაბათიდან სამშაბათამდე რაც მოხდება ხოლმე, აი ამ თემებზე ვისაუბრებ. ეხლა იქ არ ჩაუყვები, რომ მაინდა-მაინც თამაში პირდაპირ რომ აი რაღაცა იქ მანჩესტერმა 3-1 მოუგო ასტონ ვილას საკუთარ მოედანზე და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი. უბრალოდ რაც საინტერესოა და რაც ესე იგი თვალში მოხვდა მე პირადად, იმებს გავარჩევ ხოლმე. თორე ეხლა ეს თამაში წაყვე, აი 1-3 საათიან ვიდეო გამომივაგერ. ცალკე დროს დავუთვალ ხოლმე ჩვენი ბიჭების ქართველების ასპარეზობას წამყვან ლიგებში. და თვითონ ტოპ 5 ლიგასაც შეიძლება კიდე ერთი-ორი რამეც ვთქვა. ერთ-ორ სხვა ლიგასთან დაკავშირებითაც, მაგრამ განსაკუთრებით ჰოლანდიასთან დაკავშირებით შეიძლება ერთი-ორი რაღაცას ვთქვა ხოლმე, მაგრამ ტოპ 5 ლიგას შედარებით ისე ჩაუყვებით ხოლმე. ესე იგი, პირველ რიგში რაც მინდა ვილაპარაკო არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების ნათამაშები ამ კვირის განმავლობაში დავიწყოთ სულ თავიდან, ეხ პირველი რაც იყო პარას გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე და სასწაული თამაში დადო, შეიძლება ჩემპიონთა ლიგურ კარიერაში თავის საუკეთესოც კი, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილიდან შემოვიდა. აი იმდენად ეხლა ყველამ უკვე აიხანი გავიდა იქიდან და ყველამ ნახეთ ეს რაც მოხდა, როგორც მოხდა გოლი, საგოლე პასი, მეორე გოლი, ყველაფერი, ხო? მაგრამ მე რაზეც მინდა ხაზი გაუსვა არის, რომ მეცოდება კვარაცხელია, რომ არის იქ უფრო როტაციაში რა. და მაინდა-მაინც გარანტირებულად ყოველ თამაში ძირითად შემოგვიყვებაში არა. მენანება ამისთვის ამხელა ტალანტი მით უმეტეს ჩვენიანი და რა ის არის? მინდა რომ ან ამ ზაფხულში ან კვარაცხელიამ, ან ბარკოლამ დატოვონ PSG და ორივესთვის იქნება ჩემი აზრით უკეთესი რა. ორივეს შეუძლია რომ უფრო უკეთეს გუნდში გადავიდეს და იქ იყოს გარანტირებულად ძირითადში. დიდი სეზონები წამოვიყვანდი ლივერპულში ერთსაც და მეორესაც და ორივე იქნებოდა გარანტირებულად ძირითადში. თავის პოზიციას. ხო და ისეთი რაღაცა არის თავის დროზე ეხა რომ ნაპოლის რო გადავიდა კვარა და თავიდან 90 წუთს არ თამაშობდა ხოლმე, ამას ნერვები გვეშლებოდა ხოლმე სასტავს რაღაცა აქ, მაგრამ მე უკვე დაიმკვიდრა თავი ბოლომდე და ეხა ისო PSG-ში კიდე უფრო მეტი კონკურენცია გაიჩითა და ცოტა უფრო ნაკლები დრო ეძლევა კიდე დაშევიდრე ნაპოლიში თავიდან და მაგაზე ეხა მე კიდე უფრო ღიზიანდები რა. იმიტომ რომ ეხა მე რომ მკითხო ბარკოლას ჯობია, მაგრამ წვრთნელი თავის გადაწყვეტილებას იღებს და ბარკოლას ძალიან კაი ფეხბურთელი არის რეალურად და ძნელია რომ ეხა პროსტა ასე დასვა ერთის კამზე და მეორეც უძირითადში იყოს და ან ერთი გეჩაგრება ან მეორე რა. ცოდოა ამ შემთხვევაში ორივე. ამიტომ ჯობია ამ ორი ფეხბურთელის გზები გაიყაროს. ხო, ეხლა რაც შეეხება სხვებს ჩაკვეტაძეს ჰქონდა პირველი საგოლე მოქმედება ამ სეზონში სტოკთან უყურეს შორის ამ თამაშს. სტოკი უოტფორდს და რა გითხრათ, ხალხო ეს უოტფორდი რაღაცა უმარილო გუნდია ძალიან რა და ჩაკვეტაძისთვის არ არის ყველაზე კაი ჩემპიონატი ჩემპიონშიპი რა. ჩემპიონშიპი არის ძალიან უხეში, ძალიან ხისტი ჩემპიონატი. ძირითადად ეხლა ეს მაინდა-მაინც არაფერ ხებს ხოლმე ჩაკვეტაძეს. მაგრამ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მაინც-მაინც ხშირად დამაგვირგვინებელ ფაზაში თავის თავზე არ იღებს თამაშს, ურჩევნია პასი. და მე რასაც ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ უყურო თორდის თამაშებს, სულ რო არ გადიოდეს ტელევიზორში, ვნახულობ სხვა გზებს რომ უყურო ამ თამაშებს და ძალიან გული მიწუხს, იმიტომ რომ არ ყავს საკმარისად კარგი თანაგუნდელები გარშემო, ვინც მას ამ შრომას და ნიჭს და გარჯას და კარგქმედებებს უკეთესად დაუფასებენ რა. პირველი შემთხვევა იყო, როცა რაღაცა დაუფასდა, იმიტომ რომ საგოლე პასი როცა გააკეთა, თავის ნახევარზე აიღო ბურთი, წამოიღო იქ, გაძვრა გამოძვრა, მაგრამ მერე ნესტორი ირანკუნდა იმის თანაგული გაიტანა, რომ აი ძალიან დიდი მადლობა ნესტორი ირანკუნდას, რომ ჩაკვეტაძეს მიღებული პასი მერე ამის თანაგული გაიტანა, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ დარწმუნებული სადმე ხელმისაწვდომი იქნება ამის ჰაილაითები. 2-1 ხდება ანგარიში, სადაც ბოლოსკენაა მე-80 წუთისკენ დაახლოებით გადის ეს გოლი და იმ მომენტისთვის უკვე 2-0-ს აგებდა უოტფორდი რა და დაცვაში ძალიან მოიკოჭლებს ეს გუნდი. მარტო გოგლიჩიძე ამას ვერაფერს ვერ უშველეს, იმიტომ რომ იქ მარჯვენა ფლანგზე პრობლემაა,
ის არის რა ქვია ჯეიმს აბანკვა თამაშობს ეხა მარჯვენა ფლანგზე იქ ტრამვების გამო არ არის ეს და აბანკვა რა მარჯვენა მცველი ნამდვილად არა მარჯვენა მცველი ცენტრალური მცველია ბურთთან აშკარად არ არის საკმარისად კომფორტულად რომ მარჯვენა მცველი იყოს ცენტრალურ დაცვაში ფუნი დგას ხოლმე მარცხენა მხარეს და ეს არის გოგლიჩიძე მარჯვენა და ფუნი მარცხნივ და ეს ფუნი არ უქნია ღმერთს დიდად რა რაღაცა ისე გამოდის რომ რაღაცნაირად ეს ფუნი და აბანკვა თავებით ასკდებიან ერთმანეთს და დაცვაში მოიკოჭრებს ოტფორდი მაგრად და წინაც ნუ ეს კერუნგარც კი აქ რაღაცა გოლები გატანილი და ნორმალური ფორვარდია მაგრამ ფლანგებზე აკლია მაინც რა რაღაცა ეს კარგი აი ყავს ამ ოტფორს რაღაცა ცოტა დაუხვეწავი რაღაც ნახევარფაბრიკატი ტიპები ყავს ეს ვირანკუნდა მაგალითად არის აი ადამა ტრაორე, ოღონდ უფრო უარესი რა. და კიდე ის აყავთ რა ქვია, მამა, ასევე საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ აშკარად ეთყობა რომ არის მწიფეა, ყვახეა რა ჯერ, ყვახეა მაინც რა. ძალიან ისეთი არის რა, ჯერ ბოლომდე მომწიფებული არა და ყვადობაც იგივე, რომელსაც ტრაუმა ჰქონდა კაიხნიანი რა. არიან კაი სწრაფი ტექნიკური ფეხბურთელები არიან, მაგრამ აი გადაწყვეტილებების მიღებაში მოიგოჭლებენ მაგრად და პასში მოიგოჭლებენ მაგრად განსაკუთრებით რა და მაგიტო უჭირს ოტფორდს არა და უკრინა საკმაოდ კაი ფეხბურთელები ყავს, როცა ჩაკვეტაძეს 10-იანზე თამაში არ უწევს ხოლმე, იქ თამაშობს კაიემბე, რომელიც ასევე ღმერთს არ უქნია, მაგრამ აი ჩაკვეტაძე და ლუზა ხო ძალიან კარგად ურთიერთმოდებიან ხოლმე, როგორც წესი ნახევარდაცვაში, თუ ისინი ორივე ნახევარდაცვაში დგანან ხოლმე, მაშინ ბევრად უკეთესად თამაშობს ოტფორდი მთლიანად რა. და გადმოსვლა ან თუნდაც პლეი-ოფის ზონაში მოხვედრა, როგორც ჩანს ამ სეზონშიც ოტფორდს არ უწერია სამწუხაროდ და იმედი მაქვს, რომ ეს პოცოები, რომლებიც ოტფორდსაც და უდინეზესაც ფლობენ, ჩაკვეტაძეს აიყვანენ და გადაიყვანენ უდინეზეში, სადაც ჩემი აზრით ბევრად უფრო უკეთესად ითამაშებს და ნუ ცოტა უფრო მაღალ დონეზეც ითამაშებს. ხო, ეს რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იქ კიტაიშვილს ორი ბურთი გაიტანა და შტუმშაც ძალიან სასიხარულო არის. დაახლოებით მსგავსი რაღაცა უნდა ვთქვა, იმასეც რა ქვია, ვილიარეალზეც. ახლა იქ მიხაუტაძეც არ გაუტანია, ამიტომ ვილიარეალზე ცოტა მოკლე ახლავე ვიტყვი და მე ლა ლიგის სეგმენტში აღარ ვილაპარაკებ ამ გუნდზე. ესე იგი, მე შთაბეჭდილება რჩება, რომ ვილიარეალს საერთოდ წვრთნელი არ ყავს. აი, გუნდი რო თამაშობს, მე ვერ ხვდები რა არის დავალება, რა ელაპარაკა წვრთნელმა მატჩის წინ ან ტაიმებს შორის, რა დავალებები მიცა, მონახაზი როგორი არის, თამაშის, ასე ვთქვათ, განვითარება როგორ სურს გუნდს, იმიტომ რომ არის გუნდი, რომელიც დიდად შეტევაში არ იკლავს თავს, აი პრესიც ეგენი არ თამაშობენ, მაინც და მაინც შეტევაში აქტიურად არ მიდიან, რაღაცა სწრაფი შეტევები და ისინი მაგათ არ აქვთ დიდად. დაცვაში კიდე უარესად გამოვიყურებიან, მე რომ ვკითხავ, დაცვაში კარგად თამაშობსო, მაგ გუნდზე რო თქვა, ძალიან დიდი ტყუილი იქნება, იმიტომ რომ თუნდაც მარტო ის გოლი რაც გაუშვეს ეხა ბოლო თამაში ალავესთან, მარტო ეს გოლი ამტკიცებს იმას, რომ ამ დაცვაში არის სრული ქაოსი რა. და არ ვიცი, ანუ არც დაცვითი გუნდია, არც შემტევი გუნდია, არანაირი სტილი და იდენტობა ამ გუნდს არ გააჩნია და მასეთ გუნდში ყველაზე ძნელი არის თამაში. და კიდე რაღაცას რო ახერხებს მიხაუტაძე, ესე ამაზეც მადლობა უნდა ვთქვა და ზოგადად რასაც უყურებ ვილიარეალს და ყოველთვის ვცდილობ რომ უყურო ხოლმე თუ რაღაცა ისეც არ ემთხვევა, რასაც ვამჩნევ არის რომ ყველაფერი რაც კეთდება ამ გუნდში კეთდება ინდივიდუალური გარჯის ხარჯზე. ყველა გოლი, ყველა მომენტი, ყველა რაღაცა პატარა ხელშესახები იქმნება იმით რომ ვიღაცამ აიგო თამაში თავის თავზე და რაღაცა შექმნა. უცბად ვიღაცაებმა კაი კომბინაცია გაათამაშეს ან სტანდარტი. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც იქმნება მომენტები და არ არის რაღაცა ის სისტემური, თანმიმდევრული, გააზრებული ამ გუნდს შეტევაში არაფერი არ აქვს და მით უმეტეს არ აქვს არაფერი მსგავსი დაცვაში. ხო და თანას თამაშობენ რაღაცაი ძალიან მოძველებული ტაქტიკით 4-4-2-ით, აი მართლა flat 4-4-2-ს რა ტყელი 4-4-2 ძველად ინგლისში რო თამაშობდნენ, იმისთანა 4-4-2-ით თამაშობენ, რავი, ლესტერის მერე მაგისთანა ფორმაციის გუნდი მე არ მინახავს. ლესტერმა ჩემპიონობა მოიგო იქ რა ქვია, რანიერის ხელში, მაგის მერე მაგისთანა ფორმაციის გუნდი მე არ მინახავს და
აშკარად არ არის იგივენაირად მომართული როგორც ლესტერი, ხო? ლესტერი იმაზე იყო მომართული ძალიან სწრაფ კონცერტებზე, ეს არა ვილიარეალის ხელზე რა, ძალიან ხშირად პირიქით, როდესაც შესაძლებელი კონცერტებზე გადასვლა, ცოტა ანელებენ, იქ ბურთს ათამაშებენ და ათამაშებენ უკიდეგავად. ანუ მართლა ვამბობ, მარსელო გინდყოფილა კიდე არა მანწვრთელი. აი ეგეთი თავისუფლება რჩება მე, რომ საერთოდ რო არ იყოს ეგ წვრთნელი, არავინ მე რო დამსვა იქ და არაფერი არ უთხრა სასტავს, იგივენაირად ითამაშებს გუნდი. ხო, ეგ არის პრობლემა, რასაც ვხედავ ვილიარეალში და ნუ ნახოთ, ეხა ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალი გავა, რაც შესაბამისად მისაღების შედეგი იქნება ხელმძღვანელობისთვის და არაფერი არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს მაგას. ისევ საფრანგეთის ჩემპიონატზე რო თქვა ძალიან კაი თამაში ჰქონდა სხვათა შორის აბუაშვილს და წიტაიშვილს და იქ წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა აბუაშვილის შემოვიდა გოლი გაიტანა და ნუ აი მეცი კიდე ცალკე სხვა ფენომენია რა ეს არის აი რაღაცა საშინელი გუნდი დაცვაში აი მე არ მინახავს ესეთ ცუდად გუნდი დაცვაში თამაშობდეს ყველაზე ახლოს ამასთან რაც იყო შარშანდელი სანეტიენი ესე აი განსხვავება ხო არსებობს რა არსებობს ისეთი გუნდები რომლებიც აი სიტყვაზე შარშანდელი საუთჰემპტონი რო ავიღოთ ეხლა საუთჰემპტონის პრობლემა რა იყო ისინი ცდილობდნენ რომ პასებით ამოსულიყვნენ თავისი საჯარიმოდან და ესე ეთამაშათ ხო მაგრამ რახან არ ყავდათ საკმარისად კარგი შემსრულებლები აი საფეხბურთო უნარები არ ქონდათ ამ ფეხბურთელებს საკმარისად კარგი რომ ესე უფრო მაღალ დონის გუნდებთან ეს ბურთი გაეთამაშებინათ ამოიტანათ და შესაბამისად კარგავდნენ თავის ნახევარს და თავის საჯარიმოში ზოგჯერ რა და მაგიტომაც აგებდნენ ეგ მე არ ვიტყვი რომ ეგ არის სიტყვაზე სუსტი დაცვა რა იმიტომ რომ შენ თუ სიტყვაზე დაცვაში ზიყარ და გიტევენ და შეგიძლია რომ გაუძლო ამას ხო ეს არის კარგი ნორმალური დაცვა ამის არანაირი უნარი არ აქვს მეც არ არის ეს ისეთი გუნდი რომელიც მაინდა-მაინც ცდილობს რომ ამოვიდეს პასებით ამ დროს ცდებიან არა ძირითადად შეცდომები ხდება რომ როდესაც აი რაღაცა უბრალო შეტევა არის მეტოქის ანუ არაფერი განსაკუთრებული იქ ვიღაცის სასწაულ თამაშთან და რაღაცასთან არ აქვს საქმე სასწაულად თამაშობენ მეცის ცველები, ხო? აი ხიზანა სასწაული თამაში რო იყო, ეგრე სასწაულად თამაშობენ მეცის ცველები მართლა. აი თავებით ასკდებიან ერთმანეთს. ის კაკას გოლი რო არის მანჩესტერთან, თავით რო იგდებს და ჰაინცე და ევრა რო ეჯახებიან ერთმანეთს, აი ჰაინცეს და ევრას შეჯახება ხდება სულ, აი სულ ეგ ხდება მეცის დაცვაში. და დაჟე არც არის აუცილებელი რომ ვიღაცა იქ თავით ბურთს აგდებდეს. ისედაც ერთმანეთს ეჯახებიან რა. ძალიან კატასტროფული სიტუაცია არის. არ ვიცი ალბათ რა ეშველებათ, იმიტომ რომ როცა ხარ ახალ ამოსული გუნდი, პირველ რიგში უნდა იზრუნო იმაზე, რომ დაცვა ყავდეს სოლიდური, ნორმალური დაცვა მაინც. იმიტომ რომ ზოგადად ფეხბურთში არის, ფეხბურთში ბერვად ადვილია გოლი არ გაუშვა, ვიდრე გოლი გაიტანო. იმიტომ რომ გოლის გატანა სჭირდება უფრო მეტი საფეხბურთო უნარი, ვიდრე გოლის არ გაშვებას. გოლის არ გაშვებისთვის რაც უნდა გააკეთო, არის რომ ვიღაც სხვებს ფეხბურთის თამაში ხელი უნდა შეუშალო. და ფეხბურთის თამაშში ხელის შეშლისთვის შენ არ გჭირდება იცოდე ფეხბურთის თამაში შენ თვითონ იმდენად კარგად. მაგრამ შენ თუ გინდა რომ გაიტანო, მაშინ ფეხბურთის თამაში უნდა იცოდე და მაგასთან აყავს ამის ვიღაცები წინ, ანუ იგივე წიტაიშვილი და იგივე აბუაშვილი და იგივე აინი და 1-2 კაცი წინ ნორმალურად თამაშობენ, რაღაცეებს ქმნიან და ნუ გოლიც გაიტანეს, 3 ბურთი გაიტანეს, რაღაც 99 წუთზე გაიტანა. აბუაშვილმა მე მგონი გაათავა, მაგრამ მაინც გაუშვეს, მაინც ააგეს. და ეხლა თან ტულუზასთან მე შეგეთქვი პირდაპირ პესაჟს ეთამაშებიან რა. ძალიან ცუდი გუნდი არის ეს მეცი და რავი, აი მე პირადად ძვირფასო მეგობრობა, არ ვიცი რა ეშველებათ მართლა. შაშან სანეტიანი იყო და არც იმად წყალობდა ღმერთი დიდად, იმიტომ რომ ნუ მართლა იქაც ვიღაცა ნადეები და აბდელჰამიდები და ვიღაცები მართლა ისინი თავით ასკდებოდნენ ერთმანეთს მარტო თამაშობდნენ იმ გუნდში ზურიკო დავითაშვილი და ლუკას ტასენი თამაშობდნენ მარტო და დანარჩენი გუნდი თავით ასკდებოდა ერთმანეთს უყალა იყო რაღაც აი სრული განუკითხაობა და აბსოლუტური დონხალი დაცვაში ყველანაირი გაგებით რა და აი ეგეთ პირობებში ძალიან ცოდო არიან შემტევები ვინც ცდილობენ რომ რაღაცა გააკეთონ მაგრამ ცველები ამ ყველაფერს მაინც წყალში უყრიან საბოლოო ჯამში რა და მაგიტომაც
იმედი მაქვს, რომ საკმაოდ კარგად გამოიჩენენ თავს ბიჭები მეცში და მომავალ სეზონში ცოტა სხვა გუნდში გადავლენ, ან თუნდაც იქ ლიგაურში, იცავ როგორც დავითაშვილი ახლა ლიგაურში თამაშობს და დაფრინავს, ისევე იფრენენ იქაც რა და მერე გადავლენ უკეთეს გუნდში, იმიტომ რომ ეს მეცი არაფრად არ ვარ გადახმერც არ უქნია მართლა რა. იგივე დღეში არის დაახლოებით ჰაიდენჰაიმი, ბუდუს გუნდი და ბუდუსაც არ გაუმართლა რა რაღაცნაირად იქ კარლსრუეში ძალიან კაი იყო, მართლა გოლი გოლზე გაქონდა და კაი შანსი ქონდა კარლსრუეს ამოსვლის, მაგრამ როცა იმ თავარი ბომბარდირი და ეგეთი გამტანი დაგტოვებს შუა სეზონში, მერე ძნელია და ясნია რომ კარლსრუე ვეღარ ამოვიდა, მაგრამ ამ ჰაიდენჰაიმის ღმერთს არ უქნია მართლა ისეთი გუნდია რა. ანუ ოდნავი შანსიც კი არ აქვს იმისა, რომ სიტყვაზე პლეი-ოფის ზონაში გავიდნენ, ისე ჩამორჩებიან უკვე იქ სან-პაულის და ნუ პირდაპირ გადარჩენაზეც კი ძალიან ზედმეტია ლაპარაკი. ეხლა ბოლო იმაში 8 ტურში 11 ქულა უნდა ამოიღოს იმან რა ქვია ჰაიდენჰაიმმა და აქამდე 26 ტურში აქვს 14 დაგროვებული. რაღაცა საყარი არის ეს ხო? მაგრამ ნუ რაც არის ეს ჰაიდენჰაიმით წინაზე ბეჭდზე გადარჩნენ და ეხაც ნუ ვარდებიან რა ბუნდესლიგისთვის ვსად ეს გუნდი არ ყავთ საკმარისად კარგი შემსრულებლები. ხო, კიდე რა შეიძლება ითქვას, ხო, ნუ მამარდა მითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ძალიან კარგად ითამაშა. ისე გამოვიდა, რომ ბეშიქტაშთან თამაში მოუწია თამაში, მაგრამ ნუ ძალიან ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან მაგარი მეკარეა მამარდა და იქაც რავი თავი არ შეუწყონენ ნამდვილად და პირიქით გამოიჩინა კიდევ ერთი-ორი კაი სეივით. და ისიც გავიგეთ, რომ ალისონმა გაახანგძლია კიდე ერთი სეზონით ლივერპულთან კონტრაქტი და ეს არის ალბათ ბოლო ორი სეზონი, ანუ ესე იგი ეს სეზონი და შემდეგი სეზონი, რასაც ალისონი ჩაატარებს ლივერპულში და მერე ნახოთ რა ისექნება თვითონ მამარდა, რას გადაწყვეტს, დარჩება, იჯარით წავა, სულ წავა. არ ვიცი, პრინციპში მე რო კითხო და ანუ ალისონის მამარდაშვილი იმიტომ არ მიყვანს გუნდში, რომ ალისონი როდესაც წავა, მერე და უნდა დადგეს მამარდაშვილი, იმიტომ რომ ჩათვალეს ლივერპულის მაღალჩინოსნებმა, რომ ეს კაცი არის მზად იმისთვის, რომ 1-2 წელიწადში უკვე იყოს პრემიერ ლიგაში ნომერ პირველი მეკარე. რაც ჩემი აზრით ეხლაც შეუძლია ძალიან ჩვეულებრივად იყოს და როცა ალისონი თამაშობდა და როცა მამარდა თამაშობდა, დიდი განსხვავება არ ყოფილა მათ შორის და ერთ-ერთი პენალტი აქვს აღებული ლივერპულის მეკარეს ამ სეზონში და ის მამარდამ აიღო. ასე რომ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ სიტყვაზე როცა მამარდამ ითამაშა, ვერ ითამაშა ლივერპულმა, როცა ალისონმა ითამაშა, დიდი რაღაც გაუმჯობესება იყო იქ, არა. პრინციპში თან ამ ეტაპზე შეიძლება დაჟე ისიც თქვა, რომ თანაბარი დონის მეკარეები არიან, უბრალოდ ალისონს უფრო გამოცდილება და უფრო წინარე თამაშები და ის უმაგრებს სულს, ხო? პრინციპში მე მგონი ყველაფერი ისეთი რაც მინდოდა რომ მე თქვი, ხო, ერთი იმას იეგოიანზეც ვთქვათ. მე ძალიან მიხარია რომ ირაკლი იეგოიანი ფაქტიურად სულ თამაშობს 90 წუთს ექსელსიორის შემადგენლობაში. არც ის ექსელსიორი არის, მაინც ისეთი გუნდი საშუალო სკოლებს რო ეთამაშებოდეს, მაგრამ ის ფაქტი რომ ერედივიზიაში დიდი ხნის მერე გამოჩნდა ისევ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სულ არის ძირითადში, მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როცა იქ კაშია და ყაზაიშვილი და ჭანტურია ვიტესში თამაშობდნენ, მე სულ უყურებდი ვიტესის თამაშებს, ანუ რაღაცა უბედურ სტრიმებზეც კი მაქვს ნანახი იქ ვიტესის თამაშები ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან შემიყვარდა მაგის ხარჯზე ჰოლანდიური ფეხბურთი მე პირადად რამდენიმე წელი კაშია რაც იყო პრინციპში ყველა სეზონი ბოლომდე ნანახი მაქვს და ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს და ეხლაც დაუბრუნდი იმას ზუსტად ეგრევე თუ ეთერში არის ადმე ექსელსიორის თამაში უყურებ თუ არა და ჩემი ვნახულობ ხოლმე რომ ნახო იეგოიანის თამაში და საკმაოდ კარგად თამაშობს როგორც ეს ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ხოლმე თავის გუნდში ერთი ძალიან მაგარი მაკრატელა გაიტანა მაგრამ ეგ ცოტა უფრო ადრე იყო და მოკლედ მე ველოდები რომ ნაკრებშიც გამოიძახო და ნაკრებშიც მიეცეს ირაკლის შანსი იმიტომ რომ საკმაოდ კარგ დონეზე ძირითადად შემადგენლობას თამაშობს და ეს ჩვენც არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო, ეს რაც შეიძლება ჩვენ ლეგიონერებს, ეხლა უშუალოდ ჩემპიონატებზე გადავიდეთ და ერთ-ერთი სიტყვა ყველა ჩემპიონატზე ვთქვათ. პირველ რიგში მინდოდა ველაპარაკა პრემიერ ლიგაზე,
პირველი ის უნდა ვთქვა, რომ მოიგო არსენალმა და ვერ მოიგო მანჩესტერ სიტიმ და ამის გამო არის 9 ქულიანი სხვაობა პირველ ორ გუნდს შორის და როგორც ჩანს მესამე მცდელობით არსენალი მოახერხებს და გახდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი და მე ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი გაწყობილი არსენალის მიმართ, განსაკუთრებით ვენგერის ხელში, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ძალიან ლამაზ და კარგ ფეხბურთს თამაშობდა ყოველთვის ეს გუნდი. ეხლა მართალია ესე აღარ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ვიღაცა ანტიპათიითაა გაწყობილი არსენალის მიმართ, მე ამ თამდენი ანტიპათია არ მაქვს, აი რაღაცები რაც საკეთებენ ცოტა მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ბევრად მირჩევნია არსენალმა მოიგოს ანუ თუ ლივერპული ვერ იგებს პრემიერ ლიგას, მირჩევნია არსენალმა მოიგოს პრემიერ ლიგა. ბევრად მირჩევნია ვიდრე მანჩესტერ სიტი მოიგოს, იმიტომ რომ სიმართლე თქვა დავიღალე ამ მანჩესტერ სიტით და ნელ-ნელა თუ ეს გუნდი ქვევით წამოვა, მე ძალიან გამიხარდება ორი სეზონი თუ ვერ მოიგებენ პრემიერ ლიგას ზედიზედ, ეს უკვე კარგია და შემდეგ სეზონში თუ ვერ მოიგებენ, ესე ძალიან კარგი იქნება და ბოლოს ამ სეზონში სამი სხვა გამარჯვებული ყავდეს პრემიერ ლიგას, ესეც თვითონ ჩემპიონატის ჯანმრთელობისთვის არის მშვენიერი. და ბოლომდე უგულშემატკივრებ იმას, რომ არსენალმა ეს საქმე ამჯერად ბოლომდე მიიყვანოს და არ გაუშვოს უპირატესობა ხელიდან, რომელიც შექმნილი აქვს რაღაც 7 ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე. თუ ხო, 7 თუ 8 ტურით ადრე. ხო და აი ეს არის მთავარი რაღაცა პრინციპში რაც იყო ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში. გარდა ამისა ჩელსი დამარცხდა კიდე ერთი რაღაცა აქვს ჩელსის გარშემო სათქმელი რომ ესე იგი წარსული ტრანსფერების გამო ჩელსის გამოუწერეს ჯარიმა რაღაც 11 მილიონი ფუნტამდე თუ სწორად მახსოვს და სატრანსფერო ბანი და აი ეს არის უფრო დაწვრილებით რაც მინდოდა მელაპარაკა რომ ეხა ბოლო წლებში ჩვენ ნახეთ რომ ევერტონს ქულები დააკლეს, ნოტინგემ ფორესტს ქულები დააკლეს, თან ევერტონს даже მეგონი ორჯერ დააკლეს ქულები თუ სწორად მახსოვს. ნოტინგემ ფორესტსაც ქულები დააკლეს, ეხლა ლესტერს დააკლეს კიდე ქულები და ლესტერი ისეთ დღეშია შეიძლება ჩემპიონშიპიდანაც გავარდეს რა და მე ვერ ხვდები რატო ხდება ესეთი რაღაცა, ანუ რაღაც ძალიან ცუდისკენ მიანიშნებს ეს, მიანიშნებს აი მართლა კორუფციისკენ და ტენდენციურობისკენ და რაღაცა პრეფერენციული მოპყრობისკენ ზოგიერთი გუნდებისადმი, რომ ჩელსის მაგალითად რაღაცა 50 დაახლოებით 50 მილიონიანი დარღვევებისთვის გამოუწერეს ესე იგი 11 მილიონიანი ჯარიმა და სატრანსფერო აკრძალვა და მაგალითად ევერტონს სადღაცა 20 მილიონიანი დარღვევისთვის გამოუწერეს, იქ 10 ქულის დაკლება თუ რამდენი იყო ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ ქულები დააკლეს გუნდს და კინაღამ გავარდა, ესენიც ბეძზე გადარჩნენ იმ სეზონში ევერტონი, ხო და იგივე იმისიც რა ქვია, ნოტინგემ ფორესტი მაგალითად გავარდებოდა იმ სეზონში, ის უბრალოდ ძალიან ცუდი გუნდები იყვნენ მის ქვემოთ. და აი რაც შეეხება იმას რა ქვია ლესტერი ვნახოთ ეხა სეზონის ბოლოს რა სიტუაცია დაუდგებათ იმათ. მაგრამ მე ხა ის კი არა ვარ, აი ჩელსის ქულები დააკლდა და რაღაცა ჩელსის კი არაფერს არ ვერჩი მაინდა-მაინც, მაგრამ მე უბრალოდ ვერ ხვდები იმას, რომ რატო არის ერთი გადაწყვეტილება მიღებული ერთ შემთხვევაში და სრულიად სხვანაირი გადაწყვეტილება მიღებული სხვა შემთხვევაში. თანაც ანუ ის გადაცდომა რაც ევერტონს ჰქონდა რეალურად ეს ხარჯი ბათი ეს გადაცდომის ხარჯი იყო სტადიონის მშენებლობისთვის. ანუ ეს უშუალოდ ფეხბურთის მინდორზე უპირატესობის მოპოვებაშიც კი არ ეხმარებოდა რაღაც 20 მილიონი თუ რაღაცა მსგავსი თანხა გადაამეტეს, ანუ განსაზღვრულად შეეძლოთ აი FFP-ის დაწესებული დანახარჯიაც შეეძლოთ, იმედად გადააჭერბეს და დანახარჯის ზედმეტობა იყო ის, რომ სტადიონს იშენებდნენ. და მაგიტო დააკლეს ქულები და კინაღამ გააგდეს და ჩელსის არაფერი. და უფრო უარეს სიტუაცია არის მანჩესტერ სიტის შემთხვევაში, იმიტომ რომ მანჩესტერ სიტის აქ რაღაცა 115 ბრალი აქვს წარდგენილი თუ რაღაცა ეგეთი უბედურება და რა ვიცი მაშინ ანუ მაგ შემთხვევაში რა უნდა იყოს ეხა საერთოდ არანაირი მოლოდინი არ მაქვს რომ მანჩესტერ სიტი ოდნავ მაინც დაისჯება ამის გამო. და ესა არ ვიცი რის გამოკეთდება ეს და ძალიან ტენდენციური და ძალიან ცუდ რაღაცაზე მიანიშნებს მართლა ეს. იმიტომ რომ არ ამგონია რომ სიტყვაზე ეხა ჩელსის მაგალითად ბევრად უფრო მაგარი
ადვოკატების აყვანა შეეძლოს, ვიდრე იგივე ევერტონს ან მას რა ქვია, ნოტინგემს. ხო, რამდენს იღებს ადვოკატი? ალბათ დავწუხებულიო, რამათაც შეუძლიათ იგივე დონის ადვოკატები აიყვანონ და მარტო ის არ იქნება, რომ ალბათ უფრო კაი ადვოკატები ყავდათ და უფრო კარგად დაიცვეს თავი და იმათ ბანძი ადვოკატები ყავდათ და ისაკნეს, ხო? არა მეჭვემეპარება მაგაში და თანაც ისე ტრანსფერებზეა ლაპარაკი, როგორც არის, რა ქვია, აზარის ტრანსფერი და ვილიანის და კიდე რამირეს და რაღაცა ცოტა ისეთი გამორჩეული ფეხბურთელების და ეხლა ამ ხალხის ტრანსფერებით იქ ჩელსიმ განაცვალე ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ჩემპიონატი ორჯერ თუ სამჯერ ჩემპიონატი მოიგო კიდე და ნუ სერიოზული ისა რა ქვია სარგებელი ნახეს ხო და ეხლა ევერტონს და ნოტინგემ ფორესტს ასარგებელი ნახეს, მაგრამ ძლივს გადარჩენ პრემიერ ლიგაში არაფერს ისეც არ აკეთებდნენ. ეხლა რაღაცა ერთ შემთხვევაში ერთი შედეგი და იგივე დარღვევისთვის მეორე შემთხვევაში სხვა შედეგი ძალიან ცუდ სურათს ხატავს ჩემი აზრით რა. და კიდევ უფრო ცუდ სურათს ახატავს მეგონი ის ვერდიქტი, რასაც მანჩესტერ სიტის გამოუტანეს საბოლოო ჯამში მაგათი დავა რომ მორჩება. ხო და ნუ პრინციპში სხვა ისეთი პრემიერ ლიგაში რავი ლივერპული ტოტენჰემი მორჩა ფრედ უნდა ვთქვა რომ სლოტი არის გასაშვები აუცილებლად, იმიტომ რომ იქ რომ მორჩა თამაში უკვე კაი ხმამაღლა ისმოდა იქ ობსტრუქცია ტრიბუნებიდან და ეს იმას ნიშნავს რომ ამ წვრთნელის დრო არის დათვლილი ნამდვილად. ეხლა თუ არ გაუშვეს სეზონის ბოლოს აუცილებლად გაუშვებენ და მე თუნდაც სულ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს ლივერპულმა, მაინც მინდა რომ გაუშვან. და მე რაც შეიძლება კაი ხმით ადრე მინდოდა მაგის გაშვება საერთოდ აი 1000-3-0 სახში რომ წააგო ლივერპულმა კრისტალ პალასთან, ჩემი აზრით მარტო აი მაგ ერთი თამაშის გამო იყო მწვრთნელი დასათხოვნი. მარტო მაგ ერთი თამაშის გამო. კი არის ეხა ის ტენდენცია ფეხბურთში რომ სიტყვაზე აი ძალიან სწრაფად იცვლებიან მწვრთნელები და ცოტა დრო უნდა მივცეთ და ისა და ისა, მაგრამ აშკარად ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევები, რომ ამ დროის მიცემა შენ გუნდს ზიანს აყენებს. შენ რო სიტყვაზე აწვრთნელს აძლევ დროს, იმ დროში ეს უფრო და უფრო ცუდ შედეგებს დებს და შესაბამისად ზიანი ადგება ისევ შენ გუნდს. და სიტყვაზე ერთი 5 თამაშით ადრე რო გაგიგდო ის კაცი, იმ 5 თამაში აღებული თუნდაც 2-3 ქულა შეიძლება შენთვის სეზონის ბოლოს ყოფილიყო საცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ლივერპულისთვის მაგალითად ეხა ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩენა, როდესაც ამხელა დანახარჯი აქვს გაწეული სატრანსფერო ფანჯარაზე, ხო? იქნება სრული კატასტროფა მართლა. და ამიტომაც აუცილებელია რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ და ჩემი აზრით იმისთვის რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ აუცილებელია რომ მწვრთნელი დაითხოვონ რაც შეიძლება მალე და თუნდაც სეზონის ბოლომდე დანიშნონ ჯერარდი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ პროსტ აი ამ თავისი სტატუსის გამო და თავისი აი დუხის და ჟინის გამო უფრო უკეთესად აათამაშებს გუნდს ვიდრე სლოტი, იმიტომ რომ რა ვიცი ლივერპულის ისეთივე შთაბეჭდილება რჩება ლივერპულზე, როგორც ვილიარეალზე თქვი, ზუსტად რომ ამ გუნდს არნაირი იდენტობა არ აქვს რა. რეალურად რაღაცა მართლა გოლები გადის ინდივიდუალური ბრწყინვალების ხარჯზე ზოგჯერ და თუ მეტოქემ თამაში გახსნა, ხო კაი და შეიძლება კიდევ მეტი გოლი გაიტანოს გუნდმა, მაგრამ თუ არა და თუნდაც ერთგოლიანი ან ორგოლიანი უპირატესობა თუ აქვს ბოლოსკენ ლივერპულს, შეიძლება საერთოდ წააგოს თამაში ან ვერ მოიგოს, ხო? ეხლა მაგალითად აქ ტოტენჰემთან ბოლო წუთებზე გადაარჩინა ქულა რიშარლისონმა, წინა თამაში 9 კაციან ტოტენჰემს 2-0-ს უგებდა ლივერპული, მაგრამ მე ერთი გოლი გაიტანა მაინც ტოტენჰემმა და საერთოდ ბოლო წუთებში 9 კაცით უტევდა ტოტენჰემი და ბურთს ვერ იჩერებდა ლივერპული. ანუ აი ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდა გუნდი. მაგიტომ ჩემი აზრით ძალიან რაც მალე გაუშვებენ სლოტს, მით უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც მე შემდეგ სეზონში ამ კაცის ხელში გუნდი აღარ იქნება და დიდი ალბათობით დანიშნავენ ალონსოს, რომელიც თავიდან უნდოდათ და ეს სლოტი ისედაც მეორე არჩევანი იყო. ხო და ეს რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ვთქვათ ესევე მოდი იმაზე რა ქვია ლა ლიგაზე ვთქვათ პირველ რიგში, ესე იგი საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო თავის თამაში რეალმა ლა ლიგაში და ბარსამაც პრინციპში ძალიან
მარტივად ძალიან კარგად ესე დაამარცხეს თავის მეტოქეები. ეხა არის 4 ქულა მათ შორის სხვაობა და ნუ რავი, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და ჩემი აზრით ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე, რომ ვინ უფრო შორს გავა ჩემპიონთა ლიგაზე და რომელ ტურნირს უფრო მიანიჭებენ უპირატესობას. თუ სიტყვაზე ერთ-ერთი უფრო ჩემპიონთა ლიგას მიანიჭებს უპირატესობას, რომელიც უფრო ვარაუდობ, რომ იქნება ბარსა, შეიძლება ადგილები ჩემპიონატში გაცვალონ რეალმა და ბარსამ და შეიძლება ამაზე თანახმაც კი იყოს ბარსელონა ამ ეტაპზე თუ ჩემპიონთა ლიგის საერთოდ მოგებას მოახერხებენ, იმიტომ რომ შარშან მე მგონი დრო მაჩვენა უბრალოდ ის რომ ჯობდა ბარსელონა გასულიყო, ვიდრე იქ ინტერი რო გავიდა და შეირცხვინეს თავი ფინალში ძალიან ცუდად. ასე რომ ლა ლიგაში პრინციპში ის არის რა ქვია. ეგ ინტრიგა მაინც ჯერ კიდე ცოცხალია, ნუ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლის ინტრიგა იმდენად არ არის ცოცხალი, გააჩნია უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მე კოეფიციენტები როგორ დაალაგდება და მეხუთე ადგილი ვის ერგება. და ჩემპიონთა ლიგაზე რაც ხდება, იმის ცოტა ბოლოსკენ ვისაუბრებ მაგაზე. და ესე იგი პრინციპში სხვა ისეთი არაფერი არ მაქვს, მაინდა-მაინც სათქმელი ლა ლიგასთან დაკავშირებით. ხო, ნუ და ისაა სასიხარულო ბოლოსკენ ვალენსიამაც ცოტა ამოქაჩა და გავარდნა ფაქტიურად აღარ ემუქრება ამს რა, იმიტომ რომ კაიხანი იყვნენ გასავარდნ ზონაში და ვალენსია მე მაგალითად ძალიან მინანება გასავარდნად, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ესეთი კვინტესენციური გუნდი იყო იმაში. რა ქვია, ლა ლიგაში და შესაბამისად ნახდა და მინდა მაგათი გავარდნა. ნუ სხვაგან პრინციპში შეგვიძლია ლიგა 1-ს ვისაუბროთ, სადაც მაინც ცოტა დაძაბული სიტუაცია არის. ეხა რამდენად მოახერხებს ლანსი ისევე პირველ ადგილზე დაბრუნებას ეს არ ვიცი, იქ მიიღეს რამდენიმე პატარა საჩუქარი PSG-სგან. ეხა მაგალითად ერთი ქულაა სხვაობა, მაგრამ ერთით მეტი თამაში აქვს ლანს ნათამაშები, ასე რომ ცოტა საეჭვო არის მაინც რამდენად იქნება შესაძლებელი მათთვის რომ გახდნენ ჩემპიონები PSG-ს ხარჯზე. მაგრამ ნუ არაფერი არის გამორიცხული საბოლოო ჯამში, თუმცა არ ამგონია რომ ამჯერად ეგრე მოხდეს. ნუ რაც შეეხება თვითონ PSG-ს პრინციპში რაღაცა 1-2 ლაფსუსის გარდა მაინც მოახერხეს და თავის გაიტანეს და პირველ ადგილზე არიან და ეგ არის მაგ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ ბუნდესლიგაზე მაინც და მაინც ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ბაიერნს იქ ძალიან მყარი პოზიციები აქვს და მართლა კიდევ ერთხელ წარმოუდგენელი იქნება რომ რამენაირად ბაიერნი ვერ გახდეს ჩემპიონი, იმიტომ რომ ესე იგი ის მინდოდა უბრალოდ მეთქვა რომ ზოგჯერ არის კატეგორია მწვრთნელები რომლებიც მარტო დიდ გუნდებში იქნებიან კარგი და ეგეთი არის კომპანი. იმიტომ რომ კომპანიის რა სტილიც ხონდა ნასწავლი მწვრთნელობის და ზოგადად ფეხბურთის ფილოსოფია როგორც მას ჩამოუყალიბდა, მასეთი ფილოსოფიის იმპლემენტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთ გუნდში როგორც არის ბარნლი და მაგიტო გამოიყურებოდა ეგრეთ სუდად მაგის ბარნლი და მაგიტო გაგვიკვირდა რომ დანიშნეს, ერთის მხრივ გაგვიკვირდა რომ დანიშნეს ბაიერნში, მაგრამ ბაიერნში მისი ფილოსოფია არის აბსოლუტურად შესაბამისი და ზუსტად ის სტანდარტი რაც ბაიერნს ჭირდება. და შესაბამისად ეს საშუალებას აძლევს ბაიერნს რომ ისე ითამაშოს როგორც ბაიერნი უნდა თამაშობდეს და ამიტომაც აქვთ ესეთი კარგი ისა რა ქვია უპირატესობა მეორე ადგილსა დორტმუნდთან. ეხლა რაც შეეხება სერიაში იყო პატარა შანსი რომ დაბრუნებულიყო გარკვეული ინტრიგა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იმიტომ რომ ატალანტასთან ფრეითამაშა ინტერმა და მერე ლაციოსთან ქონდა გასამართი თამაში მილანს, მაგრამ ლაციოსთან წააგო მილანმა, ნუ რა თქმა უნდა ხა ძნელი გასვლა იქნებოდა ლაციო ყოველთვის ისეთი გუნდი არის სახლში მით უმეტეს და მოახერხა ლაციო მილანის დამარცხება და ამიტომაც იმისასოთ რომ შეემცირებინა სხვაობა ინტერთან პირიქით გაიზარდა ერთი ქულით სხვაობა და ამ ეტაპზე ამ 8 ქულიანი სხვაობის ამოხაჩვა ძალიან ძნელად მოჩანს თუ რაღაცა საოცარი კოლაფსი არ გაიცადა ინტერმა
39 ტური ჩატარდა ეხლა და შესაბამისად არის დარჩენილი 9 თამაში და ამ 9 თამაში მართლა რაღაც კატასტროფული კოლაფსი თუ არ განიცადა ინტერმა და პირიქით მილანმა არ მოუმატა და არ დასტაბილურდა, არ ამგონია რომ მოახერხონ ისაქნა ჩემპიონობა საერთოდ და ეგ კი არა, ნაპოლი მიეპარა მილანს ამასობაში თვითონ, იმიტომ რომ ერთი ქულით ჩამორჩება მარტო ნაპოლი მილანს, რომელიც არის მესამე ადგილზე და მეოთხეზე არის კომო, სესკ ფაბრეგასის კომო, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძალიან კარგ შედეგებს დებს და კი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ იუვენტუსს და არის ვარაუდი იმისა, რომ გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან და 3 ქულით უსწრებენ რომას და ისიც არის ავარაუდო რომ სიტყვაზე მე-6 ადგილზეც ვერ გავიდნენ, მაგრამ ის რომ ესეთ კარგ შედეგებს ისეთი პატარა გუნდი როგორც არის კომო, ეს არის ძალიან თვალში საცემი და მე ვფიქრობ რომ შემდეგი დიდი გუნდი რომელსაც აი ესეთი კარგი მწვრთნელი და ახალგაზრდა მწვრთნელი დაჭირდება სწორედ ფაბრეგას წაიყვანს. ეხლა არ ამგონია რეალმა წაიყვანოს ფაბრეგასი, უფრო სწორად არ ამგონია თვითონ ფაბრეგასი მივიდეს რეალში, მაინც უფრო ბარსელონასთან ასოცირებული და ბარსელონას ახდილი ფეხბურთელია ვაფშეტა და მაგიტო არ ამგონია რომ ეს თვითონ მივიდეს რეალში, ის რომ ერთადერთი ეგ არ ამგონია, მაგრამ მაგალითად იმას არ გამოურიცხავ რომ სიტყვაზე ლივერპულმაც შეხედოს ფაბრეგას იქ სეზონის ბოლოს, როცა სლოტს გაუშვებენ. ან რავი, მაგალითად სიტიდან თუ წავიდა გვარდიოლა, სიტიმაც მაგალითად ფაბრეგასისკენ გაიშვიროს ხელი, ასე რომ ვარაუდობ რომ შემდეგი აი დიდი გუნდი ვინც იქნება, როისაც მწვრთნელი დაჭირდება, ვარაუდობ რომ ფაბრეგას მიიყვანენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გამოკვეთილი კანდიდატურა არის ამ ეტაპზე. ხო, ეს პრინციპში ყველა ტოპ 5 ლიგაზე რაც მინდოდა მე თქვა პრინციპში თქვი და მოდი გადავიდეთ ეხლა დღეს ჩემპიონთა ლიგა იქნება, მეგობრებო, ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალების გამეორებით თამაშები იქნება და ნუ იქამდე განვითარებულ მოვლენებსაც გადავალოთ თვალი, რომ ესე იგი 3-0 აქვს ბოდოგლიმს მოგებული სპორტინგთან, კი თამაშობენ სპორტინგთან გასვლაზე, მაგრამ ამ სპორტინგისგან მეტიდად არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ მოუგებენ ბოდოგლიმს, მით უმეტეს იმ ბოდოგლიმს, რომელმაც ინტერი ესე მარტივად ფაქტიურად ერთ ხელის მსვლელობით გამოაგდო. რაც შეეხება ჩელსი PSG-ს, სამბურთიანი უპირატესობა აქვს ამ მოსახდში ჩელსის, რასაც მე ვერ ხედავ ამ გუნდში. კი თავიდან როსენიორი რომ მოვიდა რაღაცა გარკვეული წიაღსვლა ჰქონდათ ახალი მწვრთნელის დარიშვისას, მაგრამ რაღაცა განელდა ეს მუხტიც, ასე ჩთაბეჭდილება მექნება ეხა და არ მგონია რომ ამის მოტრიალება ჩელსიმ შეძლოს. თუმცა თუ იქ PSG-ს სიტყვაზე კაცი გაუგდეს მალევე შეიძლება კიდე რაღაცა გამოვიდეს. იგივე უნდა ვთქვა რეალი მანჩესტერ სიტიზეც. კი მანჩესტერ სიტია ძალიან ძლავრი გუნდია და არაფერი არ აქვს გუნდისგან გამორიცხული, მაგრამ არ ამგონია რომ მანჩესტერ სიტი იყოს ის გუნდი, რომელიც რეალს 3 თვლოს ან თუნდაც 4 თვლოს დაამარცხებს და ესეთ ეტაპზე გამოაგდებს. ერთი თამაში რომელშიც უფრო ისე ვარ, ან გადაწყვეტილი მაქვს ისე ჩემთვის გამორჩეული არის გამსვლელი, არის არსენალი ლევერკუზენი, მიუხედავად იმისა, რომ 1-1 მორჩა იქ გერმანიაში თამაში, მაინც გონია რომ სახში არსენალის მეტნაკლებად მარტივად მოახერხებს ლევერკუზენის დაჯამნას და გავა შემდეგ ეტაპზე. ბაიერნს აქვს ახლა სათამაშო ატალანტასთან ალენსარედას და ფაქტიურად მეკარის გარეშე თანჩდნენ რაღაცნაირად, მაგრამ ეხლა ისეთ სიტუაციაა რომ აქ საერთოდ კომპანი თვითონ რო გამოვიდეს და კარებში ჩადგეს, მაინც მოიგებს ეს ბაიერნი ამ თამაშს, მე თამაში ვარ ისევე დარწმუნებული რომ აქ 5 თითი მამია. მოიგებს რა, მაგრამ გავა შემდეგ ეტაპზე, აი მაშინ დარწმუნებული ვარ. და ორი თამაში რომელშიც არის ინტრიგა დარჩენილი, ნუ ატლეტიკო ტოტენჰემზეც იგივე უნდა ვთქვა, რაც პრინციპში რეალი სიტიზე და ჩელსი PSG-ზე თქვი, ტოტენჰემი ატლეტიკოც ჩემი აზრით იგივე სიტუაციაში არის, რომ მით უმეტეს ეხლა რა ფორმაშიც არის ტოტენჰემი,
ნამდვილად არ ამგონია რომ რამე გამოუვიდეთ ამ ატლეტიკოსთან. შეიძლება რაც აი 1-0 მოიგონ, მაგრამ ეს ხდება ალბათ მაქსიმუმი რა. საერთოდ თუ მოახერხეს იმ თამაშის მოგება და თუ კიდე თავი არ შეირწყვინეს. ორი თამაში რომელშიც აი კაი ინტრიგა, ეს არის ნიუკასლი ბარსელონა და გალათასარაი ლივერპული. ხა ნიუკასლი ბარსელონაზე ვთქვა ჯერ, იმიტომ რომ ესენიც ლივერპული გალათასარაის არ იყოს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და კაი თამაში იყო ისიც და კაი თამაში იყო ესეც. და ნიუკასლმა ძალიან კარგად იბრძოლა საკუთარ მოედანზე ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და ბოლო არა იქ ბოლო წამზე დანიშნული პენალტი ფაქტიურად მოგებული თამაში ჰქონდათ და კაი გუნდი არის ზოგადად ნიუკასლი. მე მომწონს ნიუკასლი, მე მომწონს მათი მწვრთნელი ედი ჰაუ, მომწონს ის შემადგენლობა რომელიც ყავთ, ის სტილი როგორც თამაშობენ და ფიქრობ რომ ძალიან ანგარის გასაწევი ძალა არის და თუ მუღამზე და ხოთზე არიან ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ დღეს დამარცხება შეუძლიათ და ამიტომ ბარსელონა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით ამ გუნდის წინააღმდეგ. ბარსელონას რა თქმა უნდა ძალუძს რომ მარტივადაც მოუგოს პრინციპში ნიუკასლს, მაგრამ მეორეს მხრივ ნიუკასლი არის ძალიან ფიზიკური გუნდი, სტანდარტებზე საკმაოდ ძლიერი გუნდი და აი ამ მხრივ უნდა უფრთხოდეთ მას ბარსელონა, იმიტომ რომ იქ ბევრი ზიანის მიყენება შეუძლია ნიუკასლს. ხო, რაც შეეხება ლივერპული გალათასარაის, ნუ უკვე მეორედ მოუგო 1-0 გალათასარაიმ ლივერპულს საკუთარ მინდორზე და მეორე თამაში ისეთივე ცუდი არ ყოფილა როგორც პირველი თამაში. და აი ამ მესამე თამაში უკვე ვნახოთ რას იცავს ლივერპული. ეხლა წინაზე მაგალითად იუვენტუსთან იქ საკმაოდ დიდი უპირატესობით რო გამოვიდა გალათასარაი მეორე თამაში, მაინც კინაღამ გამოვარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 10 კაციანი იყო იუვენტუსი დიდი დროის მანძილზე, მაინც კინაღამ გამოვარდნენ და გალათასარაის სახლში და გალათასარაის გასვლაზე არის ორი ფაქტიურად სრულიად სხვადასხვა გუნდი. სრულიად სხვადასხვა და ამიტომაც ძალიან ის არის, რა ქვია, ძალიან ძნელი სავარაუდო არის ამ თამაში რა მოხდება, იმიტომ რომ ლივერპულს აქვს თვითონ ცუდად საქმე და ძალიან ალთასფალთასაა გუნდიდან, რომელ თამაშს მოიგებენ და რომელ თამაშს წააგებენ, რავი, ამას ფაქტიურად წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის რა, იმიტომ რომ იქ შეიძლება აი თუნდაც ერთ თამაში ვულს მოუგეს, მეორე თამაში ვულსთან წააგეს. ხო? ანუ აი ძალიან არაპროგნოზირებადი გუნდია ამ სეზონში ლივერპული. შეიძლება და სიტყვაზე იქ გამოვიდეს და 5-2 მოუგოს იმას, რა ქვია, West Ham-ს, მაგრამ ნუ მეორე თამაში წააგოს ვულსთან, ხო? აი რაღაცა ისეთი რო თქვა რომ სიტყვაზე ამას აი ივარავდებ რომ კი ლივერპული გავა სიტყვაზე ვერ გავა, მაგასაც ვერ იტყვი, იმიტომ რომ აი თამაშიდან თამაშამდე სხვადასხვა გუნდი შეიძლება ნახო რა. ხო და ეს პრინციპში სულ ეს იყო და ერთი რუბრიკა რომელიც გვექნება ყოველი ეპიზოდის ბოლოს, ეს არის კვირის შესანიშნავი მომენტი. უბრალოდ არა, კვირის გენიალური მომენტი და ეს არის აი გამოვარჩევ ხოლმე, შეიძლება იყოს გოლი, შეიძლება იყოს რაღაცა ფინტი, რაღაცა უბრალოდ კომიკური მომენტი. ეხლა ამ კვირაში მაგარ რაღაცები მოხდა, მაგალითად კომიკური იმაში იყო, რომ იგორ ტუდორს არნესლოტი ვიღაცა რანდომ მელოტიპში აერია მაგალითად, იქ არ დაგვილოება თავის ნახევრიდან გოლი გაიტარა. ისე ამ ბოლო დროს რაღაცა ძალიან ხშირად გადის ბიჭო ეს ისა რა, ანუ თავის ნახევრიდან გატარებული გოლები ძალიან მოიმატა ამ ბოლო დროს რაოდენობაში, იმიტომ რომ ადრე შეიძლება სეზონში ერთი კი არა, 2, 3, 4 სეზონში ერთხელ შეიძლება გასულიყო რა. ეხლა პირველი ეგეთი გოლი მე რაც ვნახე იყო ალონსოს გოლი ნიუკასლთან, აი თავის ნახევრიდან რო კაცმა გაიტანა, ეგ იყო პირველი რაც ვნახე. და მაგის მერე, აი მართლა ისეთი რომ კაცმა თავისი ნახევრიდან გაიტანა, ეს იყო 6-7 წლების სეზონი თუ სწორად მახსოვს. და შემდეგი მაგისთანა გოლი იყო 9-10 წლის სეზონში ვნახე, ბაინორ ფიგეროას გოლი, ნუ ლაივში არ მიყურებია, მე მიმოხილვაში ვნახე უბრალოდ არა. 9-10 წლის სეზონში ბაინორ ფიგეროას გააქვს გატანილი თავისი ნახევრიდან ისა რა ქვია, ჯარიმა ვიგანი სტოკის შეხვედრაში. სეზონის საუკეთესო გოლი გახდა თუ სწორად მახსოვს მაგ სეზონში, 9-10 წლების სეზონში და მე უფრო
რაღაცა თითქოს ისე მეჩვენება, რომ უფრო მოიმატა სიხშირეში იმან რომ ხალხს თავის ნახევრიდან გოლი გააგდა. მან მეგონი მარტო ამ სეზონში პირველი არ ყოფილა არ დაგვილორი ვინც თავის ნახევრიდან გაიტანა, მაგრამ ჩემი კვირის გენიალური მომენტი მოხდა ინგლისის მეოთხე ჩემპიონატში, იმაში დივიზიონში League 2 რაც არის. ესე იგი იქ იყო Notts County Chesterfield-ის თამაში და ესე იგი მოვლენათა განვითარებაში. მოვლენათა განვითარება მინდა წარმოგიდგენთ. მე-9 წუთზე ოლივერ ნორბერნი იღებს ყვითელ ბარათს. მე-16 წუთზე არმანდო დობრას გააქვს გოლი. და მალევე არის ისო არმანდო დობრა შეტევაში და მოკლედ წაიქცა და გაძვრა ბუცი. ხო და ვირბის ეს ნორბერნი იღებს ეს დობრას ბუცს და ისვრის ტრიბუნას. ბუცი გადაუგდო. ბუცი გამწვალი ქონდა, აიღო გადაუგდო ტრიბუნას. საჭი მივიდა მეორე ყვითელი მიცა ნორბეს გააგდო თვითონ. იმდენი ვიცინე ამაზე რომ მეტი არ შეიძლება რავი თუ მოახერხეთ ნახეთ ეს რა ქვია ჰაილაითი მე ვეცდები თუ არ წაიშალა ის ვიდეო Twitter-ზე ვნახე მე ეს ვიდეო და თუ არ წაიშალა ვეცდები რომ იმაში აღწერაში ჩავაგდო ამისი ლინკი იმიტომ რომ ძალიან სასაცილო მომენტი არის რა მართლა იგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მინახავს ფეხბურთის მოედანზე მომხდარიყოს რომ ტიპს ბუცი გადაუგდეს და მე ამისთვის იასნა გააგდეს ეს და ყვითელზე იყო რა ეკონა ერთი გაუტარებდა საფროსტამ საჭი მაგას თუ რა ერას ფიქრობდა არ ვიცი მაგრამ ძალიან კი ვიცინე ამაზე და კვირაში ერთხელ ამ რუბრიკასაც შემოგთავაზებთ ხოლმე რომელსაც ერქვია კვირის გენიალური მომენტი ხო და რავი მოკლედ სულ ეს იყო ფეხბურთის გულშემატკივრობა ამით დღეს დავასრულებ შემდეგი ვიდეო იქნება არ დავასპოილერებ, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო ვიდეო მაქვს ჩაფიქრებული, ცოტა კომიკური და ისეთი ვიდეო, რომელზეც შეგიძლიათ ბევრი შემომედაოთ. მოდი ვიტყვი, რომ ეს იქნება სიმბოლური 11-ეული და ნახავთ როგორ სიმბოლური 11-ეული იქნება. ახლა უკვე ნელა შეკოწიწებული მაქვს ამის ისა და ესე იგი მომავალი ერთი კვირის განმავლობაში არ ვიცი ზუსტად რომელ დღეს დავდებ ამას ვერ შეგპირდებით, მაგრამ რომელიღაცა დღეს აქედან იქით სამშაბათამდე რომელიღაცა დღეს ესეც დაიდება. და რა შევეცდები კვირაში ორჯერ დავპოსტო ხოლმე ერთხელ ეს დაიპოსტება, ეს გასული კვირა ფეხბურთში დაიპოსტება კვირაში ერთხელ სამშაბათობით და რაღაცა სხვა ვიდეოს დავპოსტავ ხოლმე დანარჩენ დროს. ხო და პრინციპში რა ვიცი, სულ ეს იყო